აა კი ბატონო. დღეს შევეხებით სხვადასხვა თემებს. ისევ აუდიო მოდელებზე ვართ. აი სამ მოდელი რაც აქ წერია. მაგებს განვიხილავთ. პირველი მოდელი არის self supervised learning მოდელი. მეორე, როგორც ძენა ლექციაზე განვიხილეთ, არის ASR მოდელი, ანუ speech to text მოდელი და მესამე არის text to speech მოდელი. ეს მოდელები მაგ ძალიან მარტივად არჩეული იმის გამო, რომ სილაბუსში გენწერია. text to speech მოდელები სხვადასხვა არქიტექტურის არსებობს ძალიან ბევრი, უბრალოდ ისეთი არა, არ მგონია რომ მოვიდეს ეგ, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს ხოლმე როგორც წესი. შეიძლება შემდეგ ამ კურსის პარაგრაფში რა, ვინც ავუყვანეთ მაგათ მერე რაც ვასწავლოთ, რაცები მაგაზე რა, მაგრამ ასე ზოგადად რომ მაგაზე დრო დავხარჯოთ, არ ვფიქრობ, რომ მართებული იქნება. დავიწყოთ პირველი მოდელით, რომელიც არის ჰიუბერტი. ხო, ზოგადად რაც ეს discrete speech token-ებზე ვამახვილებდი წინაზეც ყურადღებას და ახლაც რაღაც მხრივ მაგაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ რთულია continuous pace-ში მუშაობა და გვიწევს ხოლმე, რომ დავადისკრეტოთ რაღაცეები რა. და ჩვენ შემთხვევაში რაც pitch-ის დისკრეტიზაციას ვაკეთებ სხვადასხვა მეთოდებით, როგორც წესი. კი ბატონო. დავიწყოთ ჰიუბერტით. ჰიუბერტი, როგორც თქვი, არის self-supervised learning მოდელი, ანუ ჰიუბერტის მიზანი არ არის, რომ რაიმე კონკრეტული ტასკი გააკეთოს. ანუ მაგალითად, მაგის მიზანი არაა, რომ ტექსტი და აუდიო დააგენეროს, ან speech to text იქნას ან რაღაცა, არის ისეთივე მოდელი, როგორც მოდელიც არის, მაგალითად, BERT ენაში. BERT-ს თავისთავად არაფერი მიზანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ რეპრეზენტაციას აკეთებს ტექსტის ვექტორებში. იგივე მიზანი აქვს ამასაც. ხა როგორ მუშაობს და რას ვაკეთებთ? ანუ არქიტექტურა როგორია ჯერ? არქიტექტურა ძალიან გავს Wow2-ი რო გავარჩიეთ გუშინ მაგას. იმ მხრივ რომ თავიდან რაც CNN-ის ენკოდერი გვაქვს, რომელიც გვაძლევს 20 მილიწამისთვის ვექტორებს, შემდგომ ტრანსფორმერის მე რომ მასკოტ იდეაში რაც ტოკენებს და ტრანსფორმერის ბლოკი გვაქვს, რომელიც გვაძლევს კონტექსტ ვექტორებს. და ჩვენ მიზანია რომ კონტექსტ ვექტორები დავაპრედიქტოთ. Wow2-ში იყო ეგეთი кейსი, რომ მაგას ვაკეთებდით, რაც codebook-ის დახმარებით და გავს კვანტიზაციის მეთოდით. ამ შემთხვევაში კვანტიზაცია ხდება შემდეგნაირად, რომ ჩვენ შემავალი ინფორმაცია გვაქვს, ეს waveform-ი, ამ waveform-ის თუ შეგვიძლია დავთვალოთ mail frequency epsilon ქვია, MFCC-ს ეძახიან ხოლმე. თუ მაგ სადმე ნახსენები, MFCC. და რა შევა, მარტივად რო თქვა MFCC, ანუ რაც ჩვეულებრივი მათემატიკური მეთოდი არის, მაგრამ მოდელი არ არის MFCC. და მიზანი არის, რომ რაც high pitch noise-ები მოვაშოროთ და რაც უფრო sparse ფორმატში გადავიდეთ. ანუ იგივე საბოლოოდ MFCC გვიბრუნებს 20 მილიწამისთვის 39, ამ შემთხვევაში 39 რიცხვს, სკალარს. და ეს სკალარი აღწერს რაც pitch-ი როგორი იყო და რაც მომენტუმი და acceleration-ი როგორი არის.
დეტალებში არ ჩავალ, როგორ ვითვლით MFC-ს ის. ანუ მარტივად რო ვთქვა, აუდიო ფიჩერებს გვაძლევს რა. და ძალიან ხშირად იყენებენ ამას, იყენებდნენ უფრო კლას სამის deep learning დიდი მოდელები შემოვიდა და მაგამდე MFC-ით ატრენინგებდნენ მაგალითად ASR მოდელებს ან რაღაც ეგეთი. და რა, უფრო მარტივი არის, უფრო პატარა რიცხვებზე მუშაობთ და პატარა მოდელი დაისწავლის მაგ ყველაფერს. ეხლა როგორ უყენებთ MFC-ს? გაკითხვა. იმიტომ რომ, კი გვაქვს ეს ტრანსფორმერ ბლოკი, მაგრამ რაც და ის დავმასკეთ, prediction-ი როგორ გავაკეთოთ რა დამასკულს, რაც პირდაპირ ვექტორის რეგრესია არ გვაწყობს. რთული საქმე არის ძალიან. მაგის გამო ვაკეთებთ ეგეთ რამეს, რომ შეგვიძლია ამ waveform-ის MFC-ებს რო დავთვლით, გვექნება რამდენიმე არის, შეიძლება სიტყვაზე 200 წალი 39 ზომის ვექტორი გვექნება. ამათი შემდგომ რაც ვაკეთებთ არის, რომ კლასტერიზაცია გავაკეთოთ ამათი. K-means-ით. და გვაქვს დაახლოებით 100 წალი კლასტერი არის. ამ 100 წალი კლასტერის მეშვეობით შემდგომ შეგვიძლია ამ ტრანსფორმერის აუთპუტების კლასტერიზაციაც გავაკეთოთ და ვნახოთ რომელი კლასტერში ჯდება. და ტარგეტი იქნება ეგ შესაბამისად მასკისთვის და არამასკირებულისთვისაც ვაპრედიქტებთ მერე რამდენად გამოვიცანთ, აბა იმ კლასტერში მოხდა თუ არა ეს ვექტორი. ჩვენაც გვქონდა. და ეგ არის ჩვენი ლოსი. შესაბამისად გამოვიდა, რომ ამ ნაწილში დისკრეტიზაციას ვაკეთებთ K-means-ით. ანუ MFC-ს ვაკლასტერებთ 100 კლასტერში მაგალითად და შემდგომ ჩვენ მიზანია, რომ ეს ვექტორები, რაც ტრანსფორმერმა დაგვიბრუნა, დავაპრედიქტოთ, რომელ კლასტერში მოხვდა. და რაც ორნაწილიანი ლოსი არის, მასკირებულისთვის ცალკე weight-ი აქვს, არამასკირებულისთვის ცალკე weight-ი აქვს. თუ არის გასაგები როგორ მუშაობს Hubert-ი. რა მეკითხვა არ გქონდა. Okay. Hubert-ი შეიძლება გამოვიყენოთ ახლა. საბოლოოდ Hubert-ი გვიბრუნებს ტრანსფორმერის ბლოკის შემდგომ არის და ალბათ რაც 700 რაღაცა ზომის ვექტორი. თითოეული 20 მილიწამისთვის. და შეგვიძლია ეს ჩვეულებრივ ნებისმიერი downstream task-ისთვის გამოვიყენოთ. ASR შეიძლება გაკეთდეს Hubert-ით და Facebook-ს აქვს გაკეთებული მაგალითად. კიდე არის ნებისმიერ ამ task-ი ისეთი ემოციის დეტექცია მაგალითად შეიძლება გაკეთდეს ამით. შეიძლება არ ვიცი მაგალითად მთელი აუდიოს ერთი ემბედინგი რო ქონდეს როგორც sentence transformer-ი აკეთებს, ეგეთი რამეც გავაკეთოთ. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ემბედინგები გვიბრუნდება როგორც ნებისმიერ რამეში დაგვიბრუნდებოდა რა. და უკვე სემანტიკურად ესეთი rich დიდარი ემბედინგებია შესაბამისად ბევრ სხვადასხვა რამეს შეგვიძლია გამოვიყენოთ. ერთი კითხვა რაც შეიძლება დავხსოვთ არის რა განსხვავებაა მაგალითად ამის ემბედინგებსა და Whisper-ის ენკოდერის ემბედინგებს შორის. ამ იდეა თუ გაქვთ თუ არა და ვაპასუხებ არა პრობლემა. ორივე აბრუნებს დაახლოებით ერთ და იგივე ზომის ვექტორს. ასთვის. ორივე ენკოდერია რა.
ოკეი. ჰიუბერტის მიზანი არის, რომ აუდიო დავისწავლოთ, რაც MFCC-ებზე რომ რაც კლასტერიზაციას ვაკეთებ და შემდგომ მაგ კლასტერების prediction-ი არის იდეაში. ეგ იმას ნიშნავს, რომ თვითონ აუდიოს რაც თვისებები გვინდა დავისწავლო. ხოლო Whisper-ი არის იდეაში დატრენინგებული იმისთვის, რომ პირდაპირ AESR მოდელი გქონდეს. შესაბამისად, Whisper-ის ენკოდერის რაც ენკოდერი იქნება ნაკლებად ინფორმატიული იმ მხრივ, რომ ანუ მარტო რაც სემანტიკური თემები ეცოდება რა. იმისთვის არის ოპტიმიზირებული, რომ შემდგომ დეკოდერმა მარტივად დამეჩოს ტექსტ ტოკენებზე. და ხონო არ ეცოდება რაც. ანუ შესაბამისად ნაკლებად ეცოდება რაც. დამოვიწყო. ну, Whisper-ის ენკოდერ შესაბამისად ვერ გამოვიყენებ დიდად მაგალითად ისეთი რამისთვის, როგორც ემოციის დეტექცია. ან რაიმე სხვა. ან ამას შეგვიძლია რაც სიმღერებზე დავატრენინგოთ მაგალითად და მე ჟანრის ისყოს რა ქვია. prediction-ი ან რამე ეგეთი და Whisper-ის ენკოდერს ვერ გამოვიყენებთ ეგეთი რამისთვის. საბოლოოდ ეს ბევრად უფრო მდიდარი რამე არის რა და ის კონკრეტული ტასკისთვისაა და მაგიტო. ოკეი. გადავიდეთ Queens Audio-ს. Queens Audio არის მოდელი, რომელიც იდეაში არის AES-არი და არა მარტო AES-არი. ანუ ზოგადად რაც audio to text ბევრი ტასკი არსებობს რა. ანუ შეიძლება უბრალოდ AES-არი იყოს, შეიძლება AES-არი დამატებული თარგმანი იყოს, შეიძლება რაც აქ წერიან ყველაფერი რაც. მუსიკაზე შეიძლება ნოტების ან ჟანრის გამოცნობა იყოს ან რაღაც ეგეთი ნებისმიერ რამე მოკლედ. რასაც აუდიოს მოცემთ და მე კითხვას დავუსვამთ ბოლო-ბოლო. და ხანუ იდეაში რაც ერთ-ერთ მულტიმოდალ მოდელი არის რა, რომელსაც ინფუტად შეგვიძლია აუდიოს მივცეთ. ხა როგორ მუშაობს? ну, საკმაოდ მარტივი არის იდეაში. აუდიოს გადავაქცევთ. ჩვეულებრივ ისეთ ინფუტად რომ Whisper-ის ენკოდერს მივცეთ, რაც არის რომ mail spectrogram-ად გადავაქციოთ. რაც კონკრეტული პარამეტრებით. მივცემთ ამას აუდიო ენკოდერს, რომელიც არის Whisper-ი. და Whisper-ი გვიბრუნებს ვექტორს. თორსები 50 მილიწამისთვის ერთი ვექტორი გვექნება. ეგ შეიძლება, ну, თლად ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ეგრე. და იდეაში შემდგომ რაც ხდება არის, რომ Queens მოდელი გვაქვს 7 მილიარდიანი LLM-ი და რომელსაც input-ად ჩვეულებრივ შევა ეს აუდიო ენკოდერის embedding-ები რა. როგორც რაც text embedding-ები შევა ეგრე. მაგასთან ერთად შეგვიძლია დავაკონდიშენოთ ნებისმიერ თაგებზე. Conditioning-ი LLM-ში ну ყველაზე ნათელი მაგალითი მაგისთვის არის ხოლმე, რაც translation მოდელები ხდება ისე, რომ პირველი ტოკენი იქნება მაგალითად n-ის ტოკენი, რომელ ენაში გადავთარგმნო და მაგით ხდება conditioning-ი ხოლმე, რომ აი აქ თუ k წერია, მაგალითად ქართულში გადაითარგმნება და თუ n წერია, ინგლისურში გადაითარგმნება მოცემული ტექსტი. და ну ამ შემთხვევაში ბევრი tag sequence არსებობს, იმიტომ რომ ბევრი task-ისთვის არის დატრენინგებული ზოგადად. ხო, ну ახლა ჩავთვლი რა ისინი რა ქვია. tag-ები არის და ესე დასაწყისში არის ეს ტოკენები რა დაწერილი რომ ხო, ну ამ შემთხვევაში ამას ნიშნავს რომ
გადა transcription-ი გავუკეთე Mandarin speech-ს, Mandarin-ში word level timestamp-ებით. და ნუ ამ დაგვარად რაც კომბინაციებით ვეუბნებით რომ რა ტასკისთვის გვინდა გამოვიყენოთ რა. და შემდგომ გადაეცემა ეს ჩვენი აუდიო ემბედინგები იდეაში. ნუ ესენც ხო ემბედინგებია რას. და ნუ ჩოლობ რომ აგენერებს შემდგომ ტექსტს. ტრენინგი როგორ არის გაკეთებული მარტივად ჯერ ნუ უბრალოდ ვასწავლეთ რომ ეს დავუმეჩოთ იდეაში აუდიო ენკოდერები ისე რომ LLM-ში სწორად შევიდეს ყველაფერი. ეგ არის რომ ანუ გავუმარტივოთ LLM-ს საქმე რა მაგით. მაგის input space-ში დავუმეჩოთ ყველაფერი. და შემდგომ უკვე ჩატად რო გადავაქციოთ შეგვიძლია LLM-ი დავატრენინგოთ პირდაპირ. მაგალითად აი აუდიო მივეცი, მერე ტექსტი მივეცი, მერე კიდე აუდიო მივეცი, ოღონდ სხვა ტასკის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ნუ ეს მოდელი სილაბუსში წერია თან 18 გიგაბაიტი RAM გექნებათ, შესაბამისად 7 მილიარდიანი თუ 7-8 მილიარდიანი მოდელი არის და დატოვადი არის. FP16-ში საიტოვა წესდარიგით 18 გიგაბაიტ RAM-ში შესაბამისად არის ალბათობა რომ ესეთი მოდელი მოვიდეს რომ. ხო, ნუ ტექნიკურად არაფერი რთული არა ამაში. თემა არის რა ამოცანა იქნება ამასაც არა. და ნუ გირჩევთ რა რაც ნუ ამი კაგელზე ან რა არის სადმე დატესტოთ რაც. და ითამაშოთ რაც ინფერენსი გავუშვათ, შეიძლება რამე fine tuning-ი გავუშვან რაიმე ეგეთი. ანუ აქ რაზე შეგვიძლია გავამოხილოთ ყურადღება. ნუ ერთი ის რა ხანო დისკრეტიზაცია აქ იდეაში უბრალოდ რაც whisper encoder-ით ხდება შეიძლება ეგრეთ შევთვალოთ. word level alignment იდეაში კეთდება იმის სახმარებით რომ ნუ სხვადასხვა მოდელები არის და უბრალოდ data არის შექმნილი და თითოეული ტოკენის მერე აბრუნებს რაც timestamp-ი რა არის ამ ტოკენის რა. ნუ დასაწყისში აბრუნებს თითოეული ტოკენის. და ხო ნუ ამან საკმაოდ დაბუსტაო მისინიო რა შედეგებიო ზოგადად სხვადასხვა ტასკებზე. AES არის ტასკებზე რა უფრო მეტად. და ეთყობა რას word level alignment-ი რო კარგად ესმის უკეთ აკეთებს transcription-ს ვერა. და ნუ არის მეტი რა ვისაუბრო ამას. ხი გადავიდეთ ნუ კითხვა ხო არა ჯერ თქვენ აუდიოს რამ. Okay. აი, გადავიდეთ Voxtral TTS. ეს არის Mistral TTS-ი. საკმაოდ ახალი არის. ლევანდელია შემგონი. და ხო, ნუ ისეთი არა. სილაბუსში წერია ეს და საინტერესოა. წინა ლექციაზე გავარჩიეთ მსგავსი მოდელი. codec based მოდელები არის. ეხა მოდაში შემოსული და ესეც ერთ-ერთი codec based მოდელი არის. პატარა განსხვავებები აქვს, მაგალითად Qt-ის მოდელისგან. ეს განსხვავებები არის, რომ თავისი, ნუ ამასაც თავისი ისა კოდეკი აქვს. ეს კოდეკი ცოტა განსხვავებულია, მაგალითად
RVQ-ს ნაცვლად FSQ არის. RVQ იმ შემთხვევაში იყო residual vector კვანტიზაცია, ეს არის finite space კვანტიზაცია ალბათ, როგორც მახსოვს. ანუ backbone-ი იგივენაირი აქვს, რაც იმას ქონდა helium based მოდელი, რაც ჩვეულებრივ LLM-ია, აქაც Mistral-ი გვაქვს. არის კიდე რაც CSM-ის მოდელი არსებობს, მაგალითად, რომელსაც აქვს უბრალოდ Llama-ს 1 მილიარდიანი მოდელი. არის მსგავსი მოდელები. ეს backbone-ი იმ შემთხვევაში თუ აგენერებდა რაც სემანტიკურ ერთ ტოკენს, აქაც vector quantized semantikur tokens აგენერებს, ანუ ამ ნაწილშიც იგივეა. და ხო, ნუ მეორე ნაწილში depth decoder-ი ქონდა, რომელიც ასევე უბრალოდ უფრო პატარა მოდელი იყო, ანუ ჩვეულებრივ LLM-ის სტილის იდენტური მოდელი, ოღონდ რაც იყო მაგალითად 100 მილიონიანი შეიძლება ყოფილიყო არამე ეგეთი. ამ შემთხვევაში გვაქვს flow matching head. და ანუ ამასაც ავხსნი რატო არის. ანუ საკმაოდ ბევრი მსგავსება არის საბოლოოდ რა. შემოგვდის რაც ნუ შეიძლება voice reference შემოვიდეს, შეიძლება უბრალოდ ტექსტი შემოვიდეს input-ად, გადაეცემა ეს backbone-ი აგენერებს პირველ tokens, რომელიც არის კოდეკის პირველი ტოკენი იდეაში, შემდგომ flow matching-ით დანარჩენი 20, ანუ ჯამში 37-ია, იქ თუ 32 იყო მაგალითად. ეს ერთი დააგენერირა, აქეთ 36 დააგენერირა და კოდეკ დეკოდერს გადაეცა ეს ყველაფერი. რა როგორი არის კოდეკი თვითონ? ნუ, ხო, ნუ კოდეკი თავის მხრივ იდეურად იგივეა, რა, ენკოდერი გვაქვს, დეკოდერი გვაქვს და შუაში ეს კვანტიზაცია ხდება ამ ინფორმაციის. და causal არის ესეც, ანუ streamable არის რა. ანუ საბოლოოდ ენკოდერი აბრუნებს 292 ზომის ვექტორს. აქედან 256 იმიდის ვექტორ კვანტიზაციაში, რომელიც არის სემანტიკური ტიპი და 36 იმიდის FSQ-ში. ვექტორ კვანტიზაცია მაგალითად Q-ტაის შემთხვევაში ხდებოდა WAV-LM-ით, რომელიც არის Hubert-ის მსგავსი მოდელი არის არქიტექტურით. ამ შემთხვევაში ხდება AES-რის დისტილაციით, ანუ Whispers იყენებენ ესენი მაგალითად. ხო და ნუ FSQ არის ამ შემთხვევაში RVQ შემოსვლებელი. ხო ნუ ოკეი. რატო არის FSQ? და რა არის вообще FSQ? ნუ ვექტორ კვანტიზაცია მარტივი არის. იგივეა, ოღონდ ერთი codebook-ი გვაქვს მარტო, რაც წინაზე ავხსენით. ამ codebook-ში არის ამდენი ვექტორი და ტრეინინგისას მარტო 50% დროის არის გამოყენებული რა. რაც შეეხება FSQ-ს, FSQ არის ანუ basically grid-ის ვაკეთებთ და შემდგომ ნებისმიერი წერტილი რაც გვექნება, შეიძლება ამ grid-ის points, ანუ rounding-ს ვაკეთებთ რა. ეს ამ grid-ზე ხო წერტილები გვაქვს რაც აქ -10-დან 10-მდე grid-ი რო წარმოვიდგინოთ ესე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით და თითოეული რიცხვი გადადის რაც კონკრეტულ ტოკენში რა. და ამით ხდება კვანტიზაცია ამ მეთოდოლოგიით. რატო რითი ჯობია მაგალითად FSQ, RVQ-ს, ეგეთი კითხვა რო დავსვათ. და შემდგომ რატო ვიყენებთ flow matching-ს. ნუ flow matching-ი თუ არ გახსოვთ არის
diffusion modeling-ში რაც გავიარეთ ეგ რა, რომ გაუსიანიდან დავაბრუნოთ დავაგენეროთ output-ი რა. noise-დან რო output-ს ვაგენერებდით ხოლმე სურათების მაგალითად. რამე იდეა ხო არ გაქვთ, რატო შეიძლება flow matching-ი მუშაობდეს ამ შემთხვევაში და არ მუშაობდეს მაგალითად RVQ შემთხვევაში კარგად. რა აქვს RVQ-ს ისეთი, რომ ავტორეგრესიული უკეთესი არის RVQ-ზე. და Okay. კაი, ვიტყვი პასუხს. RVQ ნაკეთებს sequential კვანტიზაციას. პრობლემას ჯერ ანუ ვექტორ კვანტიზაცია არის, ოღონდ sequential და რეზიდუალების კვანტიზაცია ხდება ყოველ შემდგომ სტეპზე. და FSQ აკეთებს ერთად, ანუ ერთდროულად აკეთებს კვანტიზაციას. შესაბამისად, RVQ შემთხვევაში ავტორეგრესიული ყველაზე ბუნებრივი solution-ი არის მაგის, რომ როგორც კვანტიზაცია ხდება ნელ-ნელა, ისე გენერაცია გავაკეთო ამ ტოკენების ნელ-ნელა. ხოლო FSQ-ზე არ გვაქვს ეგ შეზღუდვა, რომ ნელ-ნელა გავაკეთოთ. შესაბამისად, შეგვიძლია ერთდროულად flow matching-ით დავაგენეროთ. flow matching-ში იყენებენ რაც 8 სტეპი არის, რაც ნუ უფრო აქედან გამომდინარე, რომ უფრო ჩქარი არის ამ დაგენერება. 8 forward pass-ი გიწევს, რომ 36 ტოკენი დააგენერო, კიდე გიწევდა 31 ტოკენის გენერაციისთვის 31-ვე forward pass-ი. ან მაგიჩობია flow matching-ი, რა უფრო ჩქარი არის იდეაში. ანუ ლოსებში არ ჩავალეგრე ძალიან დეტალებში აქ არ მგონია რომ კოდეკის ლოსი საჭირო იყოს რა. მაგრამ adversarial-ი არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ხოლმე როგორც წესი. ახლა გადავიდეთ თვითონ Voxtralis text-to-speech-ზე. ანუ იდეა არის ზუსტად იგივე, რა იდეაც გქონდა წინა ლექციაზე, რომ კვანტიზაციას ვაკეთებთ, ტოკენები გვაქვს, დავაგენეროთ ნელ-ნელა. არაფერი განსაკუთრებული. ანუ შესაბამისად აქაც speech-ის დისკრეტიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი ტარგეტი. რასაც ვაკეთებთ. Okay, რა. ამ ნაწილს დიდი ახსნა არ უნდა რა. streamable არის როგორც input-ში, წესით, ისე output-ში. VLLM-ში inference-ი კეთდება, მაგრამ VLLM მგონი არ შედის EOS სილაბუსში. და ხანუ ტრენინგის შემდგომ რაც DPO-ს გააკეთეს, რა უკეთესი ხარისხი და რაც ნაკლები ჰალუცინაცია და ასე შემდეგ ყოფილიყო. DPO არის preference fine tuning-ი, ასე რომ ვთქვათ. რაცა reinforcement learning-ით fine tuning-ი რა. და DPO-ს აკეთებენ, რაც სხვადასხვა combined score-ი არის. სხვადასხვანაირად რა. Where-ი გვაქვს, speaker-ი გვაქვს, utmost-ი არის speech-ის prosody sum-ობს, ანუ რამდენად ბუნებრივი ხმა არის და LLM-ზე ჯაჯი არის საბოლოოდ. ნუ ეს score-ი გვაქვს, sample-ებს ვაგენერებთ, score-ავთ და წონებს ვცვლით მაგის მიხედვით, როგორც ნებისმიერი RL-ის framework-ი მუშაობს. ახლა ნუ ეს DPO-ს ნაწილს უბრალოდ რა, ნუ ხარისხის გაუმჯობესებისთვის არ მგონია რომ რამე მსგავსი რამე იყოს გასაკეთებელი თვითონ ოლიმპიადაზე.
ე, რო შევაჯამოთ, ჰიუბერტის მთელი მიზანი არის, რომ იდეაში რაღაც მხრივ ვაკეთებთ თვითონ სპიჩის კვანტიზაციასაც, იმიტომ რაც ემბედინგები გვაქვს 20 მილიწამში ერთხელ და ეს ემბედინგები არის თან სემანტიკურად მდიდარი ემბედინგები და ჰიუბერტი შეგვიძლია ნებისმიერი downstream task-ისთვის გამოვიყენოთ. თქვენი აუდიო არის ASR-ი და ანუ ნებისმიერი აუდიო თუ ტექსტ task-ისთვის შექმნილი, რაც რაც სხვადასხვა თაგებით conditioning-ს აკეთებს და Whisper encoder-ს იყენებს, როგორც ну, ჰიუბერტის ნაცვლად ჩავთვალოთ არის Whisper encoder-ი. Voxstrali არის text-to-speech-ი, შეუძლია აუდიოზე conditioning-იც და შესაბამისად cloning-იც, იმიტომ რომ ტექსტი და აუდიო რაც ერთი dimension-ის ვექტორები არის ამისთვის, codec based არის, custom codec-ი არის, ანუ Voxstralis მიერ, ან Mistralis მიერ შექმნილი და ხანუ, რაც ძალიან მსგავსი მოდელია, რაც წინა ლექციაზე Qt-ის AES-ი გავიარეთ მაგის. Okay. ეს არის რაც აუდიოზე ისი ლაპარაკიც მინდოდა წესდარიგით ამით, რაც ამოვწურეთ მთელი სილაბუსი, რაც შედის UI-ზე. ამე კითხვა ხო არ გვაქვს? Okay. შემოვიდა თუ? Okay, კაი, თუ კითხვები არ გვაქვს, მოდი გავთიშოთ ჩაწერას.